დაპირებული ხაჭაპურის რეცეპტი, ზარმაცების ხაჭაპური ქვია ამას. ვისაც გინდათ ისვენებთ და უცებ ხაჭაპური მოგინდათ, აი ესეთი დაბრაწული ხრაშუნაი ხელში ვერ დაიჭერთ. ნახეთ როგორი ფუმფულა, აი უფუმფულესი ხაჭაპურები ზემოდან კარაქი მოუსვი, მოამზადოთ. მიყევით აუცილებლად რეცეპტს, აი ძალიან მარტივია, ვერც წარმოიდგინდა სანდრო, რომ ეხა ქობულეთში ხაჭაპურებს გამოვუცხობდი. მიყვარხარ ბედნიერი დღე, გახარებული დღე. მოგესალმებით ჩემო საყვარელო გამომწერებო, ეხლა უნდა მოგიმზადოთ ზარმაცების ხაჭაპური, რომელიც ძალიან მარტივად მზადდება და შეგიძლიათ სადაც არ უნდა იყოთ ნებისმიერ ადგილას მოამზადოთ მარტივად და დააპუროთ თქვენი ოჯახი გემრიელად. ამისთვის დაგჭირდება. მე ეხლა ქობულეთში ვარ და ძალიან მიყვარს ქობულეთური სულგუნი დაახლოებით აქ იქნება 250-300 გრამი. იგივე რაოდენობის ფქვილი უნდა აიღოთ, ერთი კვერცხი უნდა აიღოთ, სხვა შემთხვევაში ცომში მე არასოდეს არ ვაკეთებ, როდესაც ცომზოლ კვერცხს, იმიტომ რომ გაგიმაგრებთ, დაიმახსოვრეთ ჩემგან. აი ესე ერთი კოვზი შაქარი, ერთი კოვზი ნაკლები უფრო, იმიტომ რომ ყველს ექნება ცოტა მარილი. ნახეთ. ეხლა გამომხვილებელი აქ არა მაქვს. ესე ცოტა სოდა. ესე კარგად უნდა ამოურიოთ. სოდის გემო რო არ ქონდეს, მარი ვერ ვიპოვეთ, თორე აუცილებლად ძმარსაც გავუკეთებდი. მაიონეზი დაახლოებით 3 სუფრის კოვზი, 1 2 3 ძალიან მოხდება ცომს. მით უმეტეს ესეც ზარმაცების ხაჭაპურს, სადაც მე ეს ცომი 1, ოღონდ ზარმაცების არა, ისე გამოვაცხე. არაჟანი ნახეთ. ქობულეთური კარგი არაჟანი ვიყიდე. ესეც 3 კოვზი დაახლოებით ეს. თუ ცოტა მეტი მოგივათ, მოუხდება პირიქით. ეხლა ზეითუნის ზეთიმი და აუცილებლად 3 კოვზი გავუკეთებ და დაგიბრუნდებ. ზეითუნის ზეთი ესეც თვალის ომით 1 2 3. მორჩა, აქ არაფერი აღარ უნდა და აი ეს თბილი წყალი, დაახლოებით აქ იქნება 250 გრამი და ცოტა ჯერ ესე დავასხავ. აი ამდენს მე მოვზევ და ჩემი ხელებით რამდენიც დააკლდება, ან დამატება თუ დაჭირდება დავუმატებ თუ არა და ეგრევე მოვზევ ცომს და აი ამ ტაფაზე და არიცით ეს ტაფები ხო ჯიჯიჰოუში ვიყიდე. აი ამ ზომაში მივეცი 9 ლარი და არიცით აი როგორ მადგება ქობულეთში. ყველგან დავდივარ მოკლედ ჩემი ტაფებით. ეს ორი ზომა წამოვიღე. სასწაული ტაფაა, სანამ არ გაჩხაპნით, აი ეს ტაფა ესე იმუშავებს, სასწაულია და ისე მადგება, რომ ვერ გეტყვით რა. ასე რომ არ ვიცი ხა ფასდაკლება არის თუ არა და აუცილებლად იყიდეთ. მე მაგალითად ბალიშები და ტაფებით დავდივარ ყველგან. ჩემი ბალიში და ჩემი ტაფით. აი ნახეთ როგორი ცომი მოიზილა უკვე. აი ამიტომ თქვი რომ შეიძლება არ დამჭირდეს მეტი წყალი, თქო კიდე კაი არ დავამატებ. მორჩა. ეხა ამოვაგუნდავებ ამას და გამოვაცხობ ულამაზეს უთხელეს ხაჭაპურებს. დამელოდეთ. აი ესეთი უფუმფულესი ცომი მოიზილა, ნახეთ როგორია. გადავაფარებ ცელოფანს სულ 5 წუთით და გამოვაცხობ ხაჭაპურებს და გაჩვენებთ რა გამოვა. სასწაული ხაჭაპურები უნდა გაჭამოთ სანდრო. ესმის? აი ესეთი 4 გუნდა გამოვიდა, ეხლა გავავტყელებ, ოდნავ უსუნოზეთი მოუსვი ტაფაზე და გამოვაცხებ ზემოდან კიდე კარაქი. აი ესე დავაჯინე ტაფაზე ხაჭაპური. დავახურებ ხა თავს და შეუბრალწავ ორივე მხარეს და გაჩვენეთ როგორი ხაჭაპურები, ზარმაცების ხაჭაპური გამოგვივა. ცომი არის უნაზესი და ორ ტაფაზე იმუშავეთ, მე მეორე ტაფაზე მომიშველია და მეორე ტაფაზე გადმოვატრიალე და ეს უკვე გამზადებული მაქვს, იმიტომ რომ რო არ გაგიწყდეთ და აი ნახეთ როგორია. ეხა სულ ცოტაც დაიბრაწება და ჰო როგორი ხაჭაპურები გამოვიდა. გაჭილსაც გაჩვენებთ. აი ესეთი ხაჭაპურუშკა გამოგვივიდა. აი უფუმფულესი ახლა წაუსმევ კარაქს ზემოდან, ერთი სული მაქვს ახლა ჩემს წონის საუზმეს როდის აი ხრაშუნაც რო არის ნახე რა. ნახეთ.
არ არის აქ საფუარი, არ უნდა დრო და უცებ ესე. მოუმზადებთ ბავშვებს ზარმაცების უგემრიელეს ხაჭაპურს სულგუნით. ხა დავჭირ თქვენთან ერთად და ავაწყობ ჩემს საუზმეს. მოიყურება, ნახეთ, ხელში ვერ დაიჭერთ ისეთი ფუმფულა ჩვენი ხაჭაპური. მოამზადეთ და იგემრიელეთ, ძალიან გემრიელია, მართლა პირში დადნება, ხელში ვერ დაიჭერთ ისეთი რბილია, ნახეთ. ესე გამოიყურება. ნებისმიერი ყველით მოამზადეთ.